მოგესალმებით პატივცემულო მსმენელებო. მინდა მადლობა გადაუხადო იმ აქტიურ მსმენელებს და მაყურებლებს ჩვენსაც, რომლებიც აქტიურობენ, შემოდიან პოლემიკაში, სვავენ კითხვებს, ზოგი თავად ვეცემს, მერე პასუხებს და ერთმანეთში კამათიც კი მიდის. მადლობა აქტიურობისთვის, მადლობა ყურადღებისთვის, თუმცა აქვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენი ოფიციალური პოზიცია ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ხოლმე იქ დაყენებულ საკითხებს და პასუხებს. უნდა გითხრათ, რომ ჩვენი ოფიციალური პასუხი იქნება ეროვნული თანხმობის დარბაზის სახელით გაკეთებული განცხადება და გაცემული პასუხები. ეს რაც შეეხება იქ წარმოქმნილ პოლემიკებს. თანამედროვე მსოფლიოში უკვე არაერთგან ტრიალებს სისხლის კალოები, აგერ სირიაში კვლავ განახლდა შეტაკებები, განსაკუთრებით შავდღეში არიან იქაური ქრისტიანებისა და ალავიტების ხოცვა ჟლეტვა პირდაპირ ქუჩებში მიმდინარეობს. არის დიდი სისხლისღვრა, როგორც ამბობენ, ორ დღეში მხოლოდ 600-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე იქნა დახვრეტილი და დახოცილი ქუჩებში. აგრეთვე განახლდა საბრძოლო მოქმედებები მთელი თავისი აქტიურობით უკრაინის ტერიტორიაზე, დონბასში და რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკში, სადაც უკრაინის სამხედრო ნაწილები იყვნენ, რამოდენიმე თვის წინ შეიჭრნენ და არიან განლაგებული იქ და როგორც ამბობენ, იქაც დიდი სისხლისღვრა მიმდინარეობს. თუ კი აქამდე იარაღიში ღარუნი ისე ჩუმად ისმოდა, ეხლა უკვე ხმამაღლა გაისმა იარაღიში ღარუნი და აქამდე თუ კი ჩვეულებრივ შეიარაღებით ემუქრებოდნენ ერთმანეთს, ეხლა უკვე ბირთვული იარაღით ემუქრებიან იქიდან საფრანგეთი, ბრიტანეთი, აქედან რუსეთი სცემს პასუხს, დაძაბულობა მატულობს და მივდივართ აი ამ გზით. როგორც ნათქვამი იყო, რომ ამ გზით კაცობრიობა თავადვე გაინადგურებს თავს. არადა უფლის მოთხოვნა სრულიად მარტივი იყო, ბოროტების გზის დაგდებას ითხოვდა ჩვენგან, რათა გადარჩენილ გზით წავსულიყავით და ჩვენ პირიქით ისევ კაცთაკლის და ბოროტების გზით ვარჩიეთ სიარული და მივდივართ ამ მიმართულებიდან. Rodemde შეიძლება გაგრძელდეს ამ გზით სვლა და სად გადის უფლის მოთმინების აი ეს ხაზი, რომლის იქითაც უკვე ეს წითელი ხაზია და იქით უკვე აღარ გაგვიშვებს, აღარ გაგვატარებს. აი ამ თემებზე გინდა გესაუბროთ კახად. კი ბატონო. მიესალმებით ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს. ჯემალი ძალიან დროულად გაუცვით ხაზი. ის ადამიანები, ვინც ერთობიან პოლემიკაში, ძალიან კარგია. თუმცა ზოგიერთი პასუხი, რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციებს არ შეესაბამება და ჩვენ პასუხს ვაგებთ იმ პასუხზე, რასაც უშუალოდ ეროვნული თანხმობის დარბაზით სახელით როცა გაეცემა. აი იმ პასუხებზე პასუხისმგებელი ვართ, უშეცდომო, რა თქმა უნდა, არავინ არ არის და ჩვენ წილ პასუხისმგებლობას გავიზიარებთ, თუ კი ასეთ გადაცდენას ექნება ადგილი. ხომ, ასე რომ რაც უფრო ცოცხალ სახეს მიიღებს ჩვენი გადაცემები და გამოხმაურებები, უფრო მეტი აზრმა შეიძლება იჩინოს თავი და რომ არ მოხდეს სხვანაირად გაგება, პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ჩვენ ეროვნული თანხმობის დარბაზის პასუხით ვართ პასუხისმგებლები ამ განცხადებებზე. ეს ძალიან მოკლედ. კი იყო ასეთი მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც მოვიდოდა ახალი ადმინისტრაცია, ომის პარტია შეჩერდებოდა მსოფლიოში და მსოფლიო მშვიდობისკენ გადაიდგმებოდა ნაბიჯები, მაგრამ მოვლენებს, რასაც ჩვენ უყურებთ, საწინააღმდეგოს გვიჩვენებს. ისევ და ისევ ყოველივე ეს ადასტურებს ნათქვამის ჭეშმარიტებას, იმ ნათქვამის, რაც ქართულად გაცხადდა და რასაც მთელი წლები მიუძღვნა ბატონმა აკაკიმ. ეს არის ჟამი, როდესაც ხდება დედამიწაზე კაცობრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი და რაც დრო გავა, კიდევ და კიდევ უფრო მეტად დაიძაბება მთელ მსოფლიოში მდგომარეობა. ამ დიდი დაპირისპირების ფონზე ან უნდა
იშვას ახალი, ჭეშმარიტად ახალი და ღვთაებრივი, ან არადა კაცობრიობამ თავი თვითონ უნდა გაანადგუროს. აი ეს ცნობა გვაქვს მიღებული და რა არის გამოსავალი და გადარჩენის წამალი ამ შემთხვევაში ეს არის ქართულ ენაზე, ქართული ცნობიერები დიდი მოცემული, რომელსაც სამწუხაროდ ქართველები საჭირო ფასს ვერ ვადებთ, ვერ ვიცნობიერებთ, რამდენად ძვირფასია ეს ცნობა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ცნობა, რამდენად ბევრი რამ არის უკვე გაკეთებული გადარჩენისათვის, ქვეყნის ერისა და ქვეყნის გადარჩენისათვის და არა მარტო ჩვენი ერისა და ქვეყნის გადარჩენისათვის, იმიტომ რომ გადარჩენა უკავშირდება არსებული ფორმაციის შეცვლას, არსებული ბოროტების გზის დაგდებას. და რა და როგორ უნდა გავიგოთ ეს ბოროტების გზის დაგდებაც. ძველი ცნობიერება თავისთავად ცხადია, ანუ ძველი წარმოდგენათა კრებული ხელს გვიშლის ახლის გარკვევას და ახალი გვახედებს არსის სიღრმეში. რაშია საქმე, პრობლემა რაშია? პირდაპირ არის მაგალითი დადებული იონას სასწაული მეორედ მოსვლის ჟამს ერთადერთ სასწაულს მოგივლენთო და ერთადერთი ხტომილების ვარიანტი არსებობს, თუმცა ახალი სიტყვა აზუსტებს, რომ გარანტირებული არაფერი არ არის, მაგრამ ეს არის ერთადერთი მოსალოდნელი, რაც შეიძლება მოხდეს როგორც სასწაული, ეს არის იონას სასწაული და იონას სასწაულის მთელი უძარმაზარი შინაარსი და უმთავრესი შინაარსი არის რაში მდგომარეობს. ნინევე აცნობიერებს იონას ქადაგებით, რომ ის მართლაც ღვთისგან რისხვას იმსახურებს და გადაწყვეტილია, იქ სხვანაირი შეთავაზება უпроსტորეთ ბოდიშთ არა აქვს ნინევეს. თუ ბოროტებსიას დაადებ გადაგარჩენ ან არ გადაგარჩენ. იქ არის ძალიან ხისტად მიტანილი ცნობა, რომ გადაწყვეტილია ნინევეს 40 დღეში დაღუპვა, იმიტომ რომ ბოროტი ცხოვრებით ცხოვრობს. ის საზოგადოება, ის ქვეყანა, ის ქალაქი. გადაწყვეტილია, შეიგნებს შეგნებული ნაწილი, რომ მართლაც ისინი დაღუპვას იმსახურებენ, იწყებენ მონანი იფას, გამოდიან ქუჩაში, მეფე დაინახავს, ისიც მათთან ერთად მიდის ჯვალოზე ჩდება, ნაცარს იყრის, გამოიცემა შემდეგ კანონები, პირუტყვიც კი ამარხულესო და იქ ჩამოთვლილია მთელი რიგი ის ცვლილებები, რა თქმა უნდა ეს იგაური ენით არის შედგენილი და რომ დაინახა ღმერთმა რომ დააგდეს ბოროტების გზა, აღარ უკვე იმას რასაც პირდებოდა. და იქვია უმთავრესი მითითება, რომ უკეთური და მემურშე მოდგმა ელის სასწაულს. და აი ერთადერთი სასწაული, რაც მოგეცემათ, არის იონას სასწაული. და იონას სასწაულის ძირითადი შინაარსი ეს გახლავთ. ეხლა ჩვენ არა ვართ თეოლოგები და თავს არ ვწვდებთ არც ერთ შემთხვევაში, არიან მშველებელი სისტემებია თეოლოგიის სწავლების. ბიბლია და სახარება წინადო კაცობრიობაზე მთელი 2000 წელი და უფრო მეტი. არის კიდევ სხვა რელიგიები, რომლებთაც თავიანთი წმინდა წიგნები, წმინდა წერილები გააჩნიათ. ჩვენ ბიბლია და სახარებაზე გვაქვს საუბარი. უზარმაზარი ცოდნაა დაგროვილი, მაგრამ ერთი რამე მაინც მხედველობიდან ხრჩება. იქ ლაპარაკია, რომ აქამდე იგავებით გესაუბრებით და დრომობა და გაცხადებულად გავუწყებთ. მაგრამ ქართველმა იცოდა, რომ ის გაცხადებული ენით უწყება უნდა მომხდარიყო ქართულ ენაზე და წინასწარ ეს ცნობა მოგვაწოდა და მოგვეწოდა იოანე ზოსიმეს პირით და ხელით, მისი ხელნაწერით. ამ ჟამში გვიწევს ცხოვრება, როცა ქართულ ენაზეა გაცხადებული გადარჩენის წამალი. გვიჭირს ძველი წარმოდგენებით ამის გაგება, თუ რა არის ეს გადარჩენის წამალი და ბოროტების გზის დაგდება ძალიან ბევრისთვის გაგებულია ისე, რომ უნდა ეკლესიური ცხოვრება გავაძლიეროთ, ესე იგი მარხვა, ლოცვა და ასე შემდეგ. ჩვენი წესი გვაქვს მართლმადიდებლებს, კათოლიკეებს და უფრო თავიანთი წესი აქვს, ქრისტიანული სამყაროსაც სხვადასხვა წესები გვაქვს მაინც არა და ესე იგი ბოროტების გზის დაგდებაში ზოგიერთი გულისხმობს იმას, რომ უნდა გავაძლიეროთ ეკლესიური ცხოვრება. და ესე იგი გამოსავალი ალბათ ამაშია, ასე გაიაზრება. თუმცა ძველი წარმოდგენებით საერთოდ მაინც გაურკვეველია, ბოლოში რა ხდება და რითი მთავრდება
იქ ზეციური იერუსალიმის ხილვაზე, სადაცაა საუბარი, სადაც დახსნილ ხალხებზეა საუბარი და ასე შემდეგ. ესეც გაურკვეველია არსებული, ანუ ძველი შეხედულებებით, რომ რომელ სიტყვეზეა ლაპარაკი, ეგ აქ უნდა მოხდეს მატერიალურ სამყაროში, თუ სულიერ სამყაროში. ეს არის გაუგებარი. და ასეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ იგავებით გელაპარაკებით, მეც ვერ იტვირთავ და დრომოა და გაცხადებულად გაუწყებთო. ამაშია საქმე. და გაცხადებულად და ნაუწყები აგერ არის და ჩამოყალიბებულია პრინციპები, ესე იგი ფორმაცია გვაქვს შესაძლებელი. ხო ასეთი არეულია, ასე თავგზავნეულობაში არის კაცობრიობა გადასული. სინამდვილეში რა თქმა უნდა, აი ამ მდგომარეობას აქვს თავისი სიღრმისეული ლოგიკა, აქვს თავისი მიზეზები. ბოროტების გზა არის ესხორების წესი, რომელშიც ქვაკუთხედი არის კერძო საკუთრების განუხრელი პრიმატი, აქ არ არის ეროვნული საზოგადოებრივი, არა კერძო საკუთრების განუხრელი პრიმატი, ეს ერთი. ესაა სისტემა ფულის, რომელიც გამორიცხავს უფალს. აქ რაც მეტ ფულს აკეთებ, რაც მეც მოიხვეჭავ, ეს არის გვირგვინ დადგმული, ეს არის სამეფო პრესტიჟი. ანუ ყველა ერი ამ ცხოვრებით მაცხოვრებელი ნელ-ნელა და ეტაპობრივად ცილდება უფალს და მატერიალური სიუხვის ხელში ჩაგდების ან შენარჩუნების მიზნით უყურებთ რაც ხდება, რა მდგომარეობაც არის. და მანამ სადმე სამაგალითოდ არ დამკვიდრდება, არ განხორციელდება ამ ბოროტების გზის ალტერნატივა, სხვა ფორმაცია, რომელიც ძირითადად უფრო დადებით განახორციელებს, დადებით ისეთი ყალიბი იქნება, რომელიც დადებით ცნობიერებას დაუდებს საფუძველს, იმიტომ რომ ეს ისეთი ყალიბია ფულის სისტემის, უძირითადესი, სულ რამოდენიმე სიტყვაშია მოქცეული. კერძო საკუთრების განუხრელი პრიმატი, ფულის სისტემა. ეს სიტყვები რომ გაიშიფროს, მიხვალ რომ ყველა კანონი, ყველა ძირითადი კანონი რაც მუშაობს ამაზე. და ჯამში რა მიიღება ზემდიდართა კასტა, გაჩანაგებული ეროვნული ყოფიერება, ეროვნული ცნობიერება, ღვთისმსულიერებას დაცილებული საზოგადოება და ბოლოს რა არის? ბევრია მოსახლეობა უნდა შევამციროთ ხელოვნური ინტელექტით დავამყარო ციფრული დიქტატურა. თუ ომამდე არ მოვიდა, თუ ამ ზესახელმწიფოებს შორის დაჯახება არ მოხდა და გაიყვეს მსოფლიო, ბოლო ეგ არის, ფინალი ეგ არის. და ამით ეკვდება ადამიანი. ესე იგი, რაც ადამიანში იყო ჩადებული, რაც უნდა გამოვიდეს, ის კი არა. სრულიად სხვა, სრულიად ბოროტესლზე აღმონაცენი ციფრული დიქტატურა, ციფრული მონობა, რომელსაც ვერასოდეს ვეღარ გააღწევ თავს. შენ ადამიანის ფუნქციას კი აღარ ასრულებ. რაღაც ბიორობოტი, რომელმაც შექმენი სისტემა, ხელოვნური, ციფრული, ელექტრული სისტემა, ისი მონაც თვითონვე გახდები და თუ აკვირდებით, ამის მონები უკვე ხდებით. ესე იგი, ადამიანი თავის თავს ამარცხებს, თავის თავს ინადგურებს. აი ეს არის ჟანრი. გამოსავლის წამალი გაგვაჩნია გვაქვს ქართველებს და მანამ სადმე არ გაჩნდება ახალი სამაგალითო, მანამ ეს უბედურობა გაგრძელდება მსოფლიოში, რასაც უყურებ და სულ უფრო და უფრო მიუახლოვდებით დაღუპვის საფრთხეს. ესე იგი, აქ საფრთხე აქვს როგორც მდიდარს, ასევე ღარიბს. ესე რომ აქ ჩვენ ახლა ფენებად დავყოთ, რომ იცი რა ეს ღარიბი ჩაგრული ფენა მართალია და ეს მდიდარი არ ვარ გადა რევოლუციური ექსპროპრიაცია უნდა მოუწყოთ და ასე. არა, ერთ ქვაბში ვართ, ერთ დიდ ხომალდზე ვართ, რომელი ხომალდიც იღუპება, რასაც ქვია ჩვენი დედამიწა, რასაც ქვია ჩვენი ცივილიზაცია. ამიტომ ურთიერთგაგებით და ურთიერთშეთანხმებით შეიძლება ეს საკითხები ისე გადავწყვიტოთ, რომ გადავრჩეთ. ახალი ფორმაცია გვაქვს დასაკვირვებელი, უამრავი რამ გვაქვს ნალაპარაკები ამ მიმართულებით. და ეს ბოროტების გზის დაგდების მოვალეობა აქვს სულიერად ქართველ ერს დაკისრებული. ჩვენ ამ ჭიდილში სულ ყველასთან მართლები ვართ. ეხლა რა მივიღეთ? აი რა კუდრები გაცოცხლდნენ დღევანდელ მსოფლიოს რო უყურებთ. მიძინებული იმპერიალისტური
ცენტრები კვლავ გაცოცხლდა. შემოვიდნენ ასპარეზზე და თავიანთი სარგებლის მოპოვებისათვის დაიწყეს ცალ-ცალკე თუ ჯგუფურად თუ ყველა ერთმანეთის წინააღმდეგ თითქმის რამის ერთდროული ამოქმედება. თითოეულ მათგანს თავისი სიმართლის ნაწილი გააჩნია, მაგრამ საბოლოო ანგარიში თითოეული მათგანი მაინც ტყუის. ქართველობას არ აქვს დანაშაული ჩადენილი, ეს ფართო გაგებით თუ გავიგებთ, ეხლა ძალიან უნდა შემოიტანოს სოციალურ ქსელებში, რომ ჩვენ თურმე იმპერია ყოფილვართ და რატით დანაშაულს ჩავდივართ, რომ ამას უარყოფენ ჩვენი გამოჩენილი ისტორიკოსები, გამოჩენილი საზოგადო მოვაწეები წარსულის თუ თანამედროვეობისა და ამ თითქოს და ისტორიულად თვალნათლივ ფაქტს თვალს ვარიდებთ, რომ საქართველოს ყოფილი იმპერია და ამით არ ვამაყობთ. ესე იგი ვიღაცას უნდა ქართველ ერში ტაცებლის სულის გაღვივება. რატომღაც. ეს კიდევ ცალკე დიდი თემა არის, რომ ქართველი ერი ისეთ პირობებში გვაცხოვრა რაღაცა, რასაც უფალი ქვია და რაც არის, რომ ჩვენ ძირითადად გვიწევდა თავდაცვითი ომის წარმოება, თვითყოფადობის შენარჩუნებისათვის ბრძოლა, ამიტომ ქართველში ბუნებრივად ჩამოყალიბდა მიდრეკილება სუსტის და დაჩაგრულის დაცვის და მის მხარდამხარ ბრძოლის და მისი თანაგრძნობის. აი ეს იმპერიები კიდევ მართლა დღესაც არსებული იმპერიები, ან გუშინდელი ძალიან ვრცელი იმპერიები, იქ სხვა გარემოში ჩამოყალიბებული სულიერების მატარებელი საზოგადოებია ჩამოყალიბებული და მათი საქციელი ჩვენ შეგვიძლია გავანალიზოთ და აღმოჩნდება, რომ იგივე რუსეთის ფედერაციის, თურქეთზე აღარაა ლაპარაკი, ირანზე აღარაა ლაპარაკი. აი ეს ევროპის ყოფილ კოლონიალური იმპერიების წარმომადგენლებზე აღარაა ლაპარაკი და ვერ ჩავტებთ ამ ფორმატში რა. ინგლისი იმის ტრაბახობდა, რომ ჩემს იმპერიაში მზიარ ჩადის, მთელ დედამიწას მოიცავსო. თითქმის ყველა ევროპის პატარა ქვეყანაც კი თავის დროზე ძალიან დიდი კოლონიის მფლობელები იყვნენ, დიდი კოლონიზატორები იყვნენ, დიდი მჩაგვრელები იყვნენ, დიდი სისხლის მღვრელები იყვნენ. ბოლოს ეს მშვიდობის მტრედი ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიის მამაც ხედავთ, რომ როგორი სუყე მადა ჰქონია და როგორ ვაჭრობას ეწევა. თუ ამას ვაჭრობას დავარქვევთ, ავიღოთ უკრაინის მაგალითი. ყველას თავისი მინუსი გააჩნია და ძალიან დიდი მინუსი. და წესრიგ საითაც მიექანება ეს მსოფლიო მთლიანობაში, ამ წესრიგს არ ექნება ის ფორმა, რაც არის კაცობრიობის მომავლისათვის აუცილებელი და საჭირო. იმიტომ რომ ეს ფორმაციული ცვლილება, რაც ქართველი ერის სულიერი მოვალეობაა და რა პროგრამაც მიღებული გვაქვს, რა კარკასიც მოცემული არის, ხო? იქ მათ არ გააჩნიათ. ეს ჩვენი ერის ფუნქციაა. და ჩვენი დანაშაული იმაშია, თუ კი სასჯელი მოვა და მოგვიახლოვდება, სასჯელიც იმიტომ დაგვედება, რომ ამ ფუნქციის ასრულებას არ ვიწყებთ. გვერდზე გადადებული და დავიწყებული გვაქვს 1,907,000 ადამიანის ხელმოწერილი დოკუმენტი, აი რასაც უშუალოდ მატერიალიზაცია ჭირდება. იდეა კარგია, მაგრამ მას ჭირდება მატერიალიზაციის საშუალებები და ფორმები. აი ეს იდეა ბოროტების გზის ან ფორმაციის შეცვლის დაგდება, როგორ უნდა მოხდეს და ამის მატერიალიზაციისთვის უზარმაზარი დე-იურე დოკუმენტია შექმნილი. ნეიტრალიტეტი, განსაკუთრებული სტატუსი, ეროვნული საკუთრების გამოცხადება, გაყიდული გასხვისებულის უკანონო მითვისებულის უპირობოდ უკან დაბრუნება და ახალი სფერული ფორმაციის დამკვიდრება. ეროვნული ყრილობების დადგენილებებია გამზადებული და თუ გვინდა გამოვიყენოთ და თუ არ გამოვიყენებთ, მაშინ ამ კონსტიტუციას, რაც ჩვენი ხელით გვაქვს შექმნილი, ესვე მოგვიღებს ბოლოს. რომ შიგ გვაქვს გაკეთებული ისეთი ჩანართები, მსოფლიო შეიცვალა, რასაც არ გვინდა რომ გავაცნობიეროთ. რაღაც ნაწილი რაღაც დონემდე აცნობიერებს, მაგრამ ბოლომდე არ ხდება გაცნობიერება და მაინც დინებას მიყოლებაა ეს. უკრაინისში წარმოებული ომის მთავარი საფუძველი არის ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრობლემა. ნატო აღმოსავლეთით არ უნდა წამოსულიყო.
3 ტალღით გაფართოვდა და ბოლო უკანასკნელი ნაბიჯი უკრაინის ნატოში გაწევრიანება კრემლისთვის არის და იქნება აბსოლუტურად წითელი ხაზი. ნაწილობრივ ამის გაცნობიერება აქ ხდება, ნაწილობრივ ვიძახით, მაგრამ პოლიტიკურად ისევ არ დასაჭურისებული, რომ რეალური ცვლილების გატარება არ შეგვიძლია. ჩვენ ამ კონსტიტუციას ვერ ვიცილებთ თავიდან. თუ მხოლოდ იმ გზაზე დავრჩებით, რა გზაზეც ახლა დავაყენეთ საზოგადოება. მაგრამ თუ გავიხსენებთ, რაც დავივიწყეთ საგანგებოდ და გვერდზე გადავდებთ იმ ეროვნული ყრილობების დადგენილებებს, ბატონი აკაკის 8 წელს მოსული სიტყვის პრინციპებზე ჩატარებული ხელმოწერებს, უზარმაზარ დე-იურეს ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ძველი ცხოვრების იურიდიულად, სამართლებრივად ეს კონსტიტუციაც შევცვალოთ, ახალს დავუდოთ საფუძველი, რომელშიც ეს დამოკლეს მახვილი თავისთავად ვერ ჩაიდება და არ ჩაიდება. იმიტომ რომ ხელი აქვს მოწერილი და ნებაა გამოხატული თანხმობა ნეიტრალიტეტზე განსაკუთრებული სტატუსით. რას მინდა შევეხო, არის მოძრაობა ნეიტრალური საქართველო, არის ესეთი ახალგაზრდული, არ მარტო ახალგაზრდები არიან. უსმენთ ხოლმე და ახლა პიროვნული დასახელება არ გვიყვარს, ამას აქვს თავისი მიზეზები, არც გაკრიტიკების მიმართულებით, არც ქების მიმართულებით, ვერიდებით ამას, მაგრამ საკმაოდ ხმად აბლავ საუბრობთ, კაცო. როცა გვეკითხებიან, რომ აი მომავალი რა იქნება და როგორ იქნება, მომავალი თუნდა საქართველოს საგარეო თვალსაზრისით აუცილებელია, რომ ქვეყანა იყოს ნეიტრალური, მიუმხრობელი. გაბედულად უნდა ითქვას, არ შეიძლება ესე მოგუდულ ხმაზე ლაპარაკი და აი როგორც იქნება, რა ესე არა. ღიად უნდა დააყენო, რაც მეტად აირევა მსოფლიოში მდგომარეობა, მით უფრო აუცილებელი ხდება, რომ ეს შენ ღიად დააყენო ეს საკითხი, რომ შენ უნდა იყო მიუმხრობელი, ნეიტრალური ქვეყანა ამ შემთხვევაში. რატო? ამას აქვს თავისი სულიერი უღრმესი საფუძვლებით, ამ სულიერ საკითხს ჩვენ ხედველობაში არ ვიღებთ, პოლიტოლოგია, პოლიტიკაში ჩართული საზოგადოების ნაწილი ამ სულიერ საკითხებს არ ვაქცევთ ყურადღებას. არა პირველადი ეს არის სინამდვილეში. სულიერი საფუძველიც აქვს და აქ პრაგმატული პოლიტოლოგისა და პოლიტიკოსისათვის უფრო კარგად გარკვეული საფუძველიც. ამ მხარეებს შორის გადახვალ თუ არა და შენთან გადმოინაცვლებს ომის და დაპირისპირების ეპიცენტრი და შენ გაგანადგურებს. ეს არის 2x2 4, უკვე იმდენად ცხადია. ეს ერთი. სულიერი საფუძველი რა. არც ერთი მხარე არ არის მართალი. ყველა ტყუის, ყველა მტაცებელია. და ვისაც საქართველოსთან შეხება ჰქონია, ყველა ტყუის ჩვენთან. ამით ნაწილობრივ ეხმაურებით იგორ გიორგაძეს გამოცოცხლება მოხდა, იქ არხი შეუქმნეს და იქ ბევრ რაღაცას აყალიბებს, სწორედ ასე ვთქვათ, მაგრამ არის საკითხები, რომელშიც კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით ეთნოკონფლიქტებში, ყველაფერში თურმე დამნაშავეები ყოფილიყავთ ქართველები, ქართველიერი. ესე გამოდის. ეგრეთ წოდებული ეთნოკონფლიქტებზე და რაც სამაჩავლოს და აფხაზეთის მიმართულებით განვითარდა. არ ტყუი ვართ. ამიტომ სულიერი თვალსაზრისით ვერც ერთის მხარე ვერ გავხდებით. და ერთდროულად ყველას უნდა ახალი ცხოვრების წესი, რომელიც დადებითზე ამუშავებს. ისეთი ჭურჭელი იქნება, რაც ყველა ერშია, როგორც ყველა ადამიანშია დადებითი, ასევე ყველა ერში დადებითია. ყველა ერი ღვთაებრივი წარმონაქმნია და ამიტომ ყველა ერს ჭირდება ისეთი ფორმაცია, რომელიც შიგნით მოაწესრიგებს, დაალაგებს. უფრო ნამდვილად სრულყოფილთან მიახლოებულ მდგომარეობაში გადაიყვანს და ახლა მოჭარბებულად დადებითი მიმართულებით დავიწყებთ განვითარებას. ეს ფორმაცია მოჭარბებულად უარყოფითი მიმართულებით განვითარებს და რის კულმინაციასთანაც მივედით. ამის იქით დავუყვა უკვე. არ ვამბობთ ახალი სიტყვა, ბატონ აკაკი ხშირად გვიხსნიდა და გვეუბნებოდა, რომ ადამიანი აბსოლუტურად დადებითი და ანგელოზიასი რაც არ იქნება. თვით სამყაროშია ჩადებული დაპირისპირებული მუხტთა არსი, პლუსი, მინუსი, ზოგადად. მთელი სამყარო ამ ორი დაპირისპირებულით არის აგებული. ზოგადად ადამიანშიც იქნება ეს წარმოდგენილი, მაგრამ
საზოგადოებაში ეს კიდევ სხვა რაღაც არის, უფრო მეტია, იმიტომ რომ ღვთის დარატახატატოა შექმნილი. მინუსი იმდენად აჭარბებს პლუს სადღეისოდ, რომ იგი გაანადგურებს მთლიანად როგორც ადამიანს სიცოცხლეს მოსპობს და აი ეს წონასწორობის აღდგენისათვის საჭირო ფორმაცია საჭირო დამკვიდრდეს და ამგვარი ფორმაცია ეს არის უკვე აუცილებლობა. ყველა ერთ ჭირდება ესეთი. ამიტომ სამაგალითოა საჭირო და ამიტომ ყველასთან თანაბრად კეთილმეზობლურად. ზოგი ადრე მიიღებს, ზოგი ისეთი პირობა უფრო ადრე წამოვა, უფრო მისთვის იოლიეს, გაიგოს, მიიღოს. ზოგი შედარებით გვიან შემოუერთდება ამ დიდ პროცესს, მაგრამ კაცობრიობა მივა იქამდე, როცა ყველა მეფე მოიტანს თავის დიდებასა და პატივს, როცა დაახსნილი ხალხი ივლის აი ამ შუქით, ეს სიმბოლურია, ეს იგავებია და ეს იგავები ქართულ ენაზეა გაცხადებული. ასეთი პოლიტიკური სურათ, პოლიტიკური ყოფითი რეალობა, მოდი პოლიტიკა მაინც ცოტა ცუდად ჟღერს. ასეთი ყოფითი რეალობა დამკვიდრდება, ეს შანსიც არსებობს. არის დაღუპვის, არის გადარჩენის. ხო, და რაც მეტად დავივიწყებთ ჩვენ ისტორიულ ღვთისგან განსაზღვრულ, მონიჭებულ სულიერ მისიას კაცობრიობის წინაშე. მით ცუდად წავა ჩვენი საქმეც. და ეს დროებითი მშვიდობა, რომელიც ღვთის ნაბოძვარია, შემოგვიტრიალდება ძალიან ცუდად და ძალიან ძიმედ. დროით არის მისახელი. ჩვენ დავძლევთ ყოველგვარ იურიდიულ წინააღმდეგობას, ყოველგვარ იურიდიულ ხაფანს, რაც ჩვენი ხელით გვაქვს გაკეთებული. გეოპოლიტიკურად ჩვენ თავს განაჩენი ჩვენ თვითონვე გამოუტანეთ. აი იცვლება ანალიზს რომ მივყვეთ, მსოფლიო განლაგება იცვლება და ახალი მსოფლიო გეოპოლიტიკური გადანაწილების ჩარჩოებში ზედ დაგვამხობენ აი ჩვენი კონსტიტუციის განსაზღვრულ მუხტს. შეიძლება ნატოს ბლოკი აღარც იყოს ისეთი და აღარ დიდ საფრთხეს მისთვის აღარ წარმოადგენდეს, იმდენად დიდი ცვლილებები მოხდეს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით და არც ევროკავშირი აღარ წარმოადგენდეს მისთვის ისეთ საფრთხეს, მაგრამ მას საბაბი ექნება სანიმუშოდ გაგისწოროს ანგარიშები. ალბათ ყველა ვხვდებით ვიზე და რაზეა ლაპარაკი. ეს იქნება ჩვენი დასჯაც და სასჯელიც. იმიტომ რომ დანარჩენი მსოფლიო თუ იმიტომ იჯება, რომ ის ბოროტების გზას აგრძელებს, კი არ ჩერდება. კარგი გლობალისტური პროექტი გაჩერდა და წინა გადაცემებში ვისაუბრეთ, ნუ იქნებ მერე კიდე რაღაც იყოს კითხვები და გაწყობა რომ ამას მიუბრუნდეთ. გაჩერდა დიდი გლობალისტური პროექტი, სადაც ადამიანს თავის სახე უნდა დაეკარგა, LGBT დროშებით, სადაც კოვიდი თუ იმით ამით რიცხოვნობაც უნდა შემცირებულიყო და ზებდიდართა განუხრელი ერთპიროვნული დიქტატი უნდა დამყარებულიყო. ეგ გეგმა ჩაიშალა. ბოდიშთ ხალხო, მაგრამ ეს გეგმა ჩაშლილია. ანტიქრისტეს დასმის ის გეგმა, რაც გეგმაში იყო, ეგ ჩაშლილი. ეხლა სხვა სარეზერვო გეგმაზეა გადასული, მაგრამ როგორ ცდილობენ პრობლემებიდან თავის დაღწევას ძველებური ძალმომრეობითი ძალადობრივი გზით. ანუ ყველა ტყუის და თუ რაღაც დადებისკენ შეუმაბრუნებელი არ გაჩნდება, ხედავთ რომ ეს თვითდაღუპვისა, თვითგანადგურებისა გლობალურად, მაგრამ ქართველობისთვის რაღა იქნება. თუ ჩვენ მათთან შედარებით მართლები ვართ, ისტორიულ სიმართლეზე მაქვს ლაპარაკი. საქართველო არ ყოფილა კლასიკური თვალსაზრისით იმპერია. ჩვენ გქონდა შიდა კონფლიქტები და ურთიერთშეხლა შემოხლა, ეგ იყო, მაგრამ ჩვენ სხვების დამონება და იმ გზით არ გვიცხოვრია და ეს არ ჩამოყალიბებულა ქართველში. მას და ნუ ქრისტიანობისთვის წამებული და რაღაც. მას რაღა არის ჩვენი დასჯის საფუძველი რაღა უნდა იყოს. ის უნდა იყოს, რომ ჩვენზე დაკისრებული სულიერი მისიას არ ვასრულებთ. აი ეს იქნება ჩვენი სასჯელი. ეს სასჯელიც მოაწევს ისეთი გადანაწილება იმდინარეობს. თუნდაც მხოლოდ ამ კონსტიტუციური ჩანაწერის გამო დაგვიჭირან. თუ დავაკვირდებით, ცოტა სხვა რიხიანი ხმით შემოგვახმიანეს გიორგაძეც. ყველაფერს თურმე ჩვენ ყოფილვართ დამნაშავეები და რომ ამბობდა, რომ ნეიტრალიტეტი ეგ რუსეთის შემოგდებულე იმას უნდა. და რას ამბობს, რას გვეუბნებიან ამ ხაზიდან გარკვეული ნაწილი, არა ნეიტრალური კი არ უნდა იყოს ოდაც. ეგ შეცდომაა. უნდა მიემხროს და ჩაერთოს რუსეთის მხარეზეო.
ევრაზიულ კავშირშიო. ჯერ ერთი ამ ევრაზიულ კავშირს ვერ ხედავთ და მე ხაზი გავუსვით, რომ არც რუსეთის მხარეზე გადასვლა არ უშველის საქართველოს. ლაპარაკია კონფედერაციაზე. ესე იგი ჩვენ უნდა ვაღიაროთ ამ ჯუჯა პატარა წარმონაქმნების ვითომდაც დამოუკიდებლობა და მე სამი დამოუკიდებელი ქვეყანა ერთად რაღაცას ხელს მოვაწერთ. აი ეს დაუპის გზა და რატო გაუჩათ ესე რაღაც წრეს ესეთი ხმამაღლა თქვის დრო რატო ჩათვალეს რომ მოვიდა რომ ესე დაიწყონ იქიდან ლაპარაკი? იმიტომ რომ სოფლიოში რაღაცა ფორმით რაღაც დიდი გადანაწილებას აქვს ადგილი რომ ესეთნაირად დაგვიყენებიან საკითხს და ეს არ იქნება ჩვენთვის კარგი, ეგ იქნება ჩვენი დასჯის, ჩვენი სასჯელის საკითხები უკვე. და დასჯა იქნება ძალიან მკაცრი. ხო, მაგრამ არის კიდევ სხვა საკითხებიც. ამ ქვეყანას რუსეთზეა ლაპარაკი, რომელსაც ახალ ეპოქაში თავისი ახალი წვლილი აქვს მსოფლიოს მიმართ შემოსატანი. ამ ქვეყანასაც ძალიან ბევრი რამე აქვს დასაფიქრებელი. პირველ რიგში ჩვენ გვაქვს ქართველებს დასაფიქრებელი და განსაკუთრებით რუსეთსაც ძალიან ბევრი საფიქრებელს უჩენს დრო აღარ ვამოფიმ ძალიან დაძაბულ და ძალიან რთულ მოლაპარაკების რეჟიმს, ურთულესი ომის რეჟიმს ერთდროულად, რაც დასავლეთის მიმართულებით აქვს. ერთ-ერთმა ჩვენ თანამებრძოლმა, როდესაც სირიაში ასადის რეჟიმის დამხობა განხორციელდა, გითხრა რომ აი დამასკოს მისტერიის თვალსაზრისით ეს რა პროცესია იქნება, ამაზეც ორი სიტყვა რაღაც გვეთქვაო და როგორი შეიძლება იყოს ჩვენი ხედვა მოსული სიტყვიდან გამომდინარე და ბატონი აკაკის მსჯელობის და საუბრებიდან თავისთავად ცხადია გამომდინარე. დამასკოს მისტერია ძალიან ფართო მნიშვნელობისა, საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს ის რაც იყო მაშინ, ეს რელიგიურად გადმოგვეცა, მაგრამ დღეს აი ესეთ შემოტრიალდა რომ ქრისტიანული ქვეყანა ჩავიდა იქ ასადის რეჟიმის მიერ, იქ რაღაც საკითხები გადაწყვიტა თავის სამხედრო ძალით და ასე შემდეგ, მაგრამ ბოლო დროს აი ესე დამთავრდა, უსაშილესი კადრები ვრცელდება და რა არის, რა უნდა იყოს, ხო ქრისტიანებს ხოცავენ, სალაფიტებს ხოცავენ, არ ვიცი ესეთი მხეცობა თუ კიდე შეიძლებოდა, მაგრამ ნუ აი არის და უყურებ და ეს არის გულის გასახეთქი და ხო აი ეს მდგომარეობა რა აქვს დასაფიქრებელი. მოდი ასე ვთქვა, თუ კი ახალი უნდა დამკვიდრდეს და უნდა დამკვიდრდეს, ამ ახალს თავისი ფიზიკური გამტანით, სოფლიო მასშტაბით გამტანით დაჭირდება და ვთქვით, რომ იქნება ზოგიერთი ქვეყანა უფრო მეტად მომზადებული, რომელიც გამტანი თავისთავად გამოვა, რომ ამას იახლის გამტანი. უნდა თუ არ უნდა, რუსეთი ასეთ კვარცხლბეკზე აღმოჩნდა. წითელ მასონობას ღრემში მოკალათებულს ეკავა ისეთი პოზიცია, რომ გამოვიყვან მილს, მოგიყვან ნავთობს, გაზს, ფული შევამივა და აი ეს მთელ სოფლიოს დავქსელავ. ნუ ჩემი, ოღონდ ახლო არ მოხვიდეთ. ეს ჩემი საძოვარი. გაუქმდა მდგომარეობა და უნდა თუ არ უნდა და მოწინავეს რიგში ჩადგა და ბრიქსის პროექტზე დაიწყეს მუშაობა, სადაც სუვერენული ქვეყნები ხდებით და წვეთ ჩვენ ურთიერთობებს. ამაზე ეს პროექტი წამოვიდა და მანამდე სირიის ამბებ, მაგრამ სირიამ რა მაგალითი მისცა. ესე იგი ჭირდება რუსეთს საყრდენი მოკავშირე. მაგრამ თუ ეს სიახლე გინდა დაამკვიდრო და ნოვატორი იყო ძველ მორყეულს და უკვე დამპარ თუ დაეყრდნო ვის ჩაიშლება და ერთი შეხედვით თქოს დალაგებული და კარგად მომართული საქმე ჩაიფუშება. ძველ კორუმპირებულ ფულ გაკერპებულ ძალებს თუ დაეყრდნო ეს აყრდენები ჩაგეშლება და ბოლოს არაფერი გამოგივა. ესე იგი რა არის საჭირო? აი ამ ფულის სისტემის ძალმომრეობის პირობებში სხვა შეხედულების საზოგადოების ნაწილიც უნდა გაჩენილიყო და წარმოქმნილიყო. ლოგიკა ასეთია, ევოლუციის ლოგიკა ასეთია. ამიტომ სხვა ცნობიერების საყრდენებს უნდა დაეყრდნოს. ასეთ ურთიერთობებზე შესაძლებელი გახდება ნამდვილი თანამეგობრობათა ჩამოყალიბება. თუ ეს ასე არ იქნება, რამდენ კოლოსაც გარეთ ააგებს, იმდენი ჩაშლა მოყვება და იმდენი უარესობა მოყვება. არ ეყოლება წესიერი მოკავშირე.
ეს არის გარკვეული შეხსენება ჩვენი მხრიდან რა ფაქტსაც უკვე აქვს ადგილი. აი რა უნდა ასწავლოს. ზოგადად ნებისმიერს და იმას ვისაც რაღაცა ევალება და რაღაც საქმე აქვს გასაკეთებელი. ამ დიდ საქმეში მხოლოდ ფულის ცნობიერების მატარებელ, პრივატიზაციით დაკავებულ ელემენტებს და მიმთვისებლებს თუ დაეყრდნობი, ეს არასანდოა და ჩამოიშლება. და იგივე გვაქვს სათქმელი აქ ჩვენთან შიგნით. ჩვენ შიგნითაც, ჩვენ როგორ ვაზროვნებთ, როგორ ვუდგებით და ისევ იმ თემას მივბრუნდებით, თუ ჩვენ კოსმოპოლიტური სინგაპური გვინდა ავაშენოთ. ვერ ავაშენებ თავზე დაგვენგრევა და დავისჯებით ამის გამო. დავისჯებით და ძალიან სამაგალითოდ მდიდარით და ღარიბით. ღარიბი, იმიტომ რომ ამას გაყვება კაპიკებზე გაიყიდება და ის მდიდარი, რომელიც ამ გეგმებს დაისახავს საქართველოში. ამას მოყვება საბოლოო ჯამში დასჯა. პირიქით, მსოფლიოში სხვანაირი შეხედულებებისთვისაც იკვალება გზა. მსოფლიო ძალიან ბევრი ქვეყანა და ჩვენც გაწევრიანებული ვიყავით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. და დიდი ორგანიზაცია, მრავალი კანონი გააჩინა და ამ კანონების ცოდნა ხო ას ხელში არ მიჭირა პირადად. მაგრამ ბატონი აკაკის მე გადმოცემული ძირითადი ვიცით რა თქმა უნდა და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რომ იცოდეთ ძირითადი არსი რა არის. თავისუფალი ბაზრის უზენაესობა, ყოველგვარი პროტექციონიზმის გამორიცხვა, პროტექციონიზმის დანაშაული, თვითონ სახელიც ისეთი აქვს დარქმეული, როგორიც ჩათვალისწინო საჭიროა. თავისუფალი ბაზარი ძალიან მოკლედ მოჭრება გამიგრძელდეს, ეს არის ზემდიდართა აბსოლუტური მონოპოლისათვის შექმნილი იდეოლოგია. თავისუფალი ბაზარი ძალიან მალე გვირგვინდება ზემდიდართა აბსოლუტური ბატონობით. ამ ზემდიდარ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს წინ არ უნდა ეღობებოდეს ეროვნული საზღვრები, ეროვნული სახელმწიფოები, ანუ ეგრეთ წოდებული პროტექციონიზმი არ უნდა იყოს და ამის გადახედვა ხდება მთელ მსოფლიოში. ეხლა სინგაპური და ეს ვიღაცას ტვინში როა ჩარჩენილო ქვეყანა უნდა გაყიდოს და უცხოელი უნდა გააბატონოს. ამაზე კი არ არის ეხლა მსოფლიო. რატომ მიდის ტარიფებით ბრძოლა? ტარიფებით ბრძოლა უკვე. მასი არა, შემოსავალი და გასავალი უნდა დაბალანსდეს. ისე არ გამო, ამასაც დიდი ახსნა უნდა რა იყო, როგორ იყო, რა სიმრუდეს ჰქონდა ადგილი და არ არის ეხლა ამის დრო, მაგრამ დაბალანსება ეროვნული ეკონომიკის ჩამოყალიბებისკენ იდგმება ნაბიჯები და ეს მსოფლიო ერთიანი სავაჭრო თავისუფალი მსოფლიო ბაზრის პრინციპებით არა. მაღაზე ქვეყნები უკვე ფაქტობრივად მიდიან წინააღმდეგი და ცდილობენ სხვანაირად დაალაგონ. ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ? ესე იგი ერთი არის უმთავრესი საგარეო კურსი, თუ აქ არ გაასწორე, ესვე დაგუყავს და ეს იქნება საბაბი და მიზეზი ჩვენი განადგურების და მეორე არის ეროვნული ეკონომიკის არქონა კოსმოპოლიტიზაცია, რაც ასევე გუყავს არარაობად გაქცევს. ამ მიმართულებითაც რადგან მსოფლიოზეა გადასული მოვლენა უკვე. სხვა ფანჯრები ჩდება ეროვნული ეკონომიკების ჩამოყალიბებისკენაც იდგება ნაბიჯი. ანუ ჩვენთვისაც კარგი ნიადაგია მომწიფებული და ხელი შემშლელი ძირითადი მაინც ვფიქრობ ისე ჩვენშია, ჩვენ აზროვნებაშია. ეს აზროვნება ბორკილათაა ქცეული როგორც მმართველი ძალისთვის, ასევე იმ პოლიტიკური სპექტრისთვის, რომელიც ამ სისტემის პირობებშია ჩამოყალიბებული. იმიტომ რომ ეს იდეოლოგია რაც თავზეა მოხვეული, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ეს არის ლოცვის უმთავრესი კულტი, თავისუფალი ბაზარი. ვერ წარმოუდგენთ როგორ შეიძლება ეს რამე ეწინააღმდეგება პროტექციონიზმს, როგორ შეიძლება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს გამჯდარია პოლიტიკა. ცნებების დონეზე აიყვანეს. ეს ცნებები, ეს არის რელიგიური პოლიტიკური რელიგია, რაც თავს მოხვეულია. და ამისგან რაც მალე გამთავისუფლებით, რაც მალე მივეხმარებით ერთმანეთს ამ ილუზიებიდან რომ გამოვიდეთ, მით უკეთეს. და დროს უყურებთ რომ არ აქვს უსაზღვროდ მოცემული. თავისთავად ჩვენ კვლავ მოგვიწევს შესაბამისი მიმართვებით შევეხმიანოთ მმართველ წრეებს,
პოლიტიკურ წრეებს, საზოგადოების წარმომადგენლებს. ხედავთ, რომ არსებობს გარკვეული სურვილი, რომ გარკვეული კონსერვატიული მიმართულებით წარმოქმნა გარკვეული დაჯგუფებები, მაგრამ ყველა შევახსენოთ ფორმაციის შეცვლის გარეშე. უფლის მეორედ მოსული სიტყვის აღიარების გარეშე. სულიერების პრიმატის გარეშე. სასურველ შედეგს ვერ მივახცევთ. იმ უძირითადესი პრინციპების დაცვის გარეშე, რაზეც ხელი აქვს ქართულ საზოგადოებას მოწერილი, რა დეიურეს გვიდევს, აი ამის ამოტანის გარეშე ხსნის გზა, ქვეყნის გადარჩენის გზა არ ჩანს. ჩვენ შეიძლება ბევრი თავყრილობა მოვაწყოთ, კარგი რეზოლუციებიც მივიღოთ, კარგი საუბარიც გქონდეს, პატრიოტული სულიც გქონდეს, საკმაოდ მაღალი ინტელექტუალური საუბარიც ჩავატაროთ, ვასმენინოთ, გარკვეულ ნაწილს გაუხარდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩაივლის კოსმოპოლიტური, ანტიქართული გზა დარჩება, ვერ მოვიცილებთ ვერც ამ იურიდიულ ბორკილს და ძალიან მალე ამის გამო ქვეყანას დასჯიან. და რომ არ დასაჯონ, ამას ვემსახურებთ. ეხლა ეს ჩვენი გადაცემებიც, სწორედ მაინც თითოეული გადაცემაც ერთგვარი მიმართვა ყველასა, ვინც ამას ისმენს და ვინც უნდა მოისმინოს კიდე, ვინც მართავს თავისთავად და რამდენად აქცევა ყურადღებას და რა არის სხვა საკითხია, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუხსნა, რომ ეს არ არის ჩვენი ყველას და უშუალოდ ყველას შეხედულებებს და ყველას გონიერებაზე ამაღლებული გონის პროდუქტი. ეს არის უფლის მოთხოვნები, უფლის ნებელობაა გაცხადებული და ამას გამცნობთ მეტი არაფერი. ჩვენი როლი მხოლოდ ამ ამბის თქვენამდე მოტანის როლით შემოიტანოთ. რაც წლების განმავლობაში ბატონ აკაკისგან მოვისმინეთ და ვისწავლეთ, ვცდილობთ, რომ ის დავიწყებას არ მიეცეს და ჩვენ გამტარები ვართ ამ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია გვინდა რომ მუდმივად რეალდებდეს და საზოგადოების მშენობის საგნად დაისვას და რაც შეეხება ახლა იმაში, რაც თქვი რომ ახლა შემოუშვეს აზრი, რომ რუსეთი იმარჯვებს და ჩვენ აუცილებლად რუსეთის ორბიტაზე უნდა მოვხვდეთ რამენაირად გამარჯვებულის მხარეზე, რომ ჩვენ გარკვეული სიკეთები მივიღოთ აი ამ გამარჯვებულის მხარეზე დადგომით. ეს გასაგებია, რომ კრემლში გამობრძმედილი მაესტროების დირიჟორობით ხდება, თუმცა ეს სიმღერები, გზავსი სიმღერები და მუსიკები ჩვენ უკვე ცოტა ხნის მოსმენილი გვაქვს დასავლელი დირიჟორების ხელისაქმნები და მონაწილეობით, რომ უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება და ჰარიქ ახლა ჩვენს სანქციები დაუწესოთ, საჩქაროდ ჩავერთოთ, რომ ჩვენს ხელი ვნახოთ აქედან ტერიტორიები დავიბრუნოთ და გამარჯვებულის მხარეზე აღმოჩნდეთ. თუ გინდა რომ რაღაცა სიკეთე მივიღოთ. ყველაფერი აი იქამდე მიყავდათ იმდენად რომანტიზება მოახდინეს ამ ყველაფრის, რომ ქართველი ახალგაზრდების რაღაცა ნაწილი შეაცდინეს, აი გმირი უკრაინელი მებრძოლები, გმირი ზელენსკი, რა კარგია დასავლეთი როგორ ერთგულად და მეგობრულად უდგას გვერდში უკრაინას, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დასაცავად და მისი სუვერენიტეტის დასაცავად რამხელა თანხებს და იარაღს იღებს საკუთარი ბიუჯეტიდან და სამხედრო საცავებიდან და ასე შემდეგ, მაგრამ აი გავიდა 2-3 წელი, რამოდენიმე თუ გავიდა და ეს ყველაფერი ქარმა ისე გაფანტა და დარჩა შიშველი რეალობა. აგერ ადმინისტრაციის ცვლილება მოხდა ამერიკაში და დაუყენა საკითხი, ჩვენი მოცემული მილიარდების სანაცვლოდ თქვენ ფულს ვერ დავიბრუნებთ, ამიტომ ნამდვილი სიმდიდრე უნდა წავიღოთ. იშვიათ მინერალებზე და სხვა კიდევ ისეთ სიმდიდრეებზეა ლაპარაკი, რომლითაც უკრაინა მდიდარია. თავის მხრივ თავისი პრეტენზიები აქვს ამ სიმდიდრეზე, რა თქმა უნდა, ევროპასაც და როგორც ჩანს, ზელენსკიმ გარკვეული ნაწილის გადაცემა უკვე საფრანგეთისთვის და ბრიტანეთისთვის მოასწრო და სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს სწორედ მაკრონის ეს წარე განცხადებები, რომელიც ბოლოს 6 რიცხვში გააკეთა და მზედვე მოყვა რუსეთის მკვეთ რეაქცია, ოდესის პორტის მთლიანი ინფრასტრუქტურა იქნა დაბომბილი, განადგურებული და ოდესასთან ერთ-ერთი სასტუმრო, სადაც როგორც ამბობენ, მაღალჩინოსანი ფრანგები, სამხედრო მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, აი ეს დაიბომბა
როგორ ჩანს, როგორც აფრიკაში იყო ეს აპრობირებული, სამხედროები კურირებდნენ უკრაინას სიმდიდრის წარებას და პორტებით გავლით ხდებოდა ამის წარება და რუსეთმა მის პასუხად, რაც წამოვიდა საფრანგეთიდან, დაბომბა და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ჩვენთვის ცნობილი, როდესაც აი ამით გამწარებული ასე ვთქვათ ხელისუფლება საფრანგეთის განცხადებებს აკეთებს და რაღაც იმ ქვეტექსტებში ამოვიკითხეთ და ზოგიერთისთვის ცნობილიც გახდა რეალური ინფორმაციის რაღაცა ნაწილი. თურმე სრულიად სხვა რამეში ყოფილა აქ საქმე. რომ სრულიად სხვა რამ ხდება და ჩვენ გვიფუთავენ და გვასაღებენ სრულიად სხვანაირად. აქ ფულის და სიმდიდრის ინტერესებიდან გამომდინარე მიდის ომი, აქ დასავლეთის ინტერესებისთვის იქნა უკრაინა მომზადებული და შემდეგ ამ ომში ჩართული და ჩათრეული და ჩვენც ვიპირებდნენ იმის მიყოლას. ნუ ცინიზმი ახლა აბაზე მეტი როგორ უნდა იყოს 18 მილიონამდე დავიდა უკრაინაში უკრაინელების რიცხვი. უამრავი დახოცილი არის, უამრავი გაქცეული არის, ქალაქები აღარ არის, სოფლები აღარ არის, ეკონომიკა აღარ არის, სოფლის მეურნეობა გაჩანაგებულია და ამ დროს მიწები უცხოური კომპანიების ხელშია, სიმდიდრეები და ახლა იმაზეა დავა მინერალები ვინ დაასწრებს. რაც მიწის ქვეშ 500 მილიარდი დოლარი. ამერიკა თუ ევროპა დაასწრებს ამ სიმდიდრეების ხელში ჩაგდებას. ნუ ორმაგი სტანდარტების ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება კიდევ აგერ სირიაში ვახსენეთ ჩვენ და ნუ გასაგებია ახლა ასადი ვინც იყო და რაც იყო მისი ადვოკატი არავარ და არც გამოუდგები ადვოკატად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წლების განმავლობაში იბრძოდა დასავლეთი მის წინააღმდეგ. უამრავი ფინანსები და იარაღი გაიღო იმისთვის, რომ ასადის რეჟიმი დამხობილიყო. მაგრამ ვინ მოიყვანეს ხელისუფლებაში? ოფიციალურად ტერორისტად გამოცხადებული პიროვნებები, რომლებიც არ დაგიდავენ არანაირ საერთაშორისო სამართალს, არანაირ წესებს, პირდაპირ ქუჩებში, აგერ ინტერნეტის ავსია უსაშიესი კადრები ვერ უყურებ ადამიანები, შემაძრწუნებელი. ბავშვები, ხალები, ლოხოცები, უდანაშაულო უიარაღო ხალხი გამოყვა პირდაპირ ქუჩაში ხოცავდნენ. მეცაც გეტყვით ახლა საქართველოში რაც ხდებოდა, გულუბრყვილოს გარდა ვის ჯერა, რომ ის მათთვის ცნობილი არ იყო ეს ინფორმაცია. რუსეთის სადღაც საიდუმლო ქარხანის ლაბორატორიაში ორი პიროვნება რაღაცას ერთმანეთს გადაულაპარაკებს, მათი დაზვერვისთვის ეს ცნობილია. მაგრამ საქართველოში ციხეებში ვაწამებდნენ ადამიანებს და ხოცავდნენ და ქუჩაში რო ხოცავდნენ ახალგაზრდებს, ყოველგვარი გასამართლების გარეშე, ყოველგვარი უდანაშაულობის პრეზუმციის გათვალისწინების გარეშე ბრალს დებდნენ და იქვე ხდებოდა ქუჩაში ლიკვიდაცია. ეს თურმე არ ცოდნიათ. უფრო მეტიც დემოკრატიის შუქურად იყო გამოცხადებული ჩვენი მაშინდელი ხელისუფლება და დღესაც ახლა რა ასადზე ვლაპარაკობდით, კი ბატონო, ასადის ხელისუფლება ცუდი იყო, უარგისი იყო. მაგრამ ვინც მოიყვანეს ხომ ასე უარესია. იგივე უნდათ საქართველოში გაკეთება. კი ბატონო, ეს ხელისუფლება რაც არის, ჩვენ უამრავ შეხება გქონია, გვითქვია, ჩვენი აზრი გამოგვითქვია, თუნდაც აი ბოლო დროინდელ იმ 6 მილიარდიან ინვესტიციაზე სპეციალური გადაცემას მიუძღვენით და ვამხილეთ, რადგანაც ამის უკან და როგორ ატყუებენ ხალხს და როგორ უნდა ეს სიკეთეთ მოაჩვენო, გასაგებია რაც არის ეს ხელისუფლება, ამაზე არავინ არ დაობს, მაგრამ იყო საშიშროება, რომ თუ კი საქართველოშიც მოხდებოდა ხელისუფლების ცვლილება, რაც ისე ქუჩებში შეიძლება არა, მაგრამ აი დიდი ანგარიში სწორება და დაპატიმრებები და სისხლისღვრა რო იქნებოდა, ამაში ალბათ ეჭვი არავის არ ეპარება. ხლა ორიოდე სიტყვით მოუტრიალდეთ ჩვენ, რადგან შევეხეთ ბავშვს ცოტა დრო კიდე, აი ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ ბოლო დროინდელ მოვლენებს, რაც ხდებოდა, ჩვენ უამრავჯერ შევხედივართ, მაგრამ მაინც აი ბოლო დროს ამერიკაში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ რაც მოხდა და რაც ხდება ჩვენთან რა გამოძახილია და რაღაც ამაზე მინდა კახა შენი აზრი კითხო და დიახ. ამაზე გამოძახილი, პირველი გამოძახილი, რა თქმა უნდა, და ყველაზე ფართოდ გაშუქებული არის თავად ჩვენი ხელისუფლების პოზიცია. წინასწარ გასაგებია რაღაც იცოდნენ. დიდი იმედებს აყარებს ჩვენი ხელისუფალი, რომ არსებული ადმინისტრაცია ამერიკის ძველი ადმინისტრაციისგან განსხვავებით მოხსნის სანქციებს და საქართველოს ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ განახლდება. ისევ შეცდომაა.
არა სტრატეგიული ინტერესი გასაგებია ზესახელმწიფოების ბანაკებათაა დაყოფილი დღევანდელი მსოფლიო და თვალნათლივ ხედავთ კაცო ამას. არა რომ არ ჩანდეს და რომ ისევ დახურული თამაში მიდიოდეს დემოკრატია ადამიანის უფლებები როგორც 10-15-20 წლის წინ იყო კიდევ გასაგებია მაგრამ დღეს ვხედავთ რომ არის მამასისხლად გადაკიდებული ბანაკებად დაყოფილი მთელი მსოფლიო. შენ რო სტრატეგიული პარტნიორი უხდები რომელიმე დიდს ის მეორესთან არის დაპირისპირებული იმასთანაც ხელი გაქვს მოწერილი სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ამით გამოდის ერთდროულად მრავალ სკამზე ჯდომის გამყიდველური პოლიტიკაში გამყიდველური პოლიტიკა და როგორ დასრულდება სასჯელი დაგჯიან ესეთი მოთამაშეობა ისჯება ეს არასანდოობა ვერ იქნები ერთდროულად ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე, ჩინეთთან სტრატეგიული ხელშეკრულების განფორმებელი, გლობალურ სამხრეთთან და მე რუსეთზე არ მაქვს ლაპარაკი, ჯერ სხვა თემაა კი. აქვს დიდი იმედი. კი ბატონო, ევროკავშირი გასაგებია, რომ დღევანდელ ევროკავშირში გლობალისტების თავშეყრის ადგილია ძველი ისტებლიშმენტი, რაც უკვე დრო მოაძველა, იქაა დარჩენილი. ასეთი მძლავრად იქაა წარმოდგენილი ეს არის პოლიტიკურ იდეოლოგიური ანკლავი რომელიც მამაკაცთა ქალის სქესების აღრევაზე მუშაობდა გამალებით მთელი აწლეულების მანძილზე ბოლოს კოვიდ პანდემია მოგვიწევს მთელ სოფლიოს და ოდიში გახავთ აი ადამიანის ახალმა ადმინისტრაციამ გამოფინა მთელი შავნელი საქმიანობა რასაც ერთი ორგანიზაცია USAID-ზე გავლით აწარმოებდნენ მთელი მსოფლიოს განმავლობაში. გასაგიჟებელი ამბავია დღეს როცა მსოფლიოში ბავშვები მოხუცები პატრონობით იხოცებიან პრობლემა რეალურად შიმშილით კვდებიან. განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებში არის ეს გაჭირვება და ის ამ დროს 8 მილიარდი დოლარი იყო დახარჯული ტრანსგენდერ თაგვებზე. ვირთხებისთვის სქესის შეცვლაზე. ხო, ახლა მეორედ მოსულა ჟამი არ არის გასაკვირი. ამით უნდა შეიმეცნო, რომ რამდენად არეულია ტვინის სული, რამდენად დამახინჯებული. CNN-მა ეს ინფორმაცია ალბათ გამოაცხადა, მაგრამ როდესაც ადმინისტრაციამ დოკუმენტურად დაალაგა ეს ფაქტები, როგორ გაიხარჯა 8 მილიარდი დოლარი თაგვების რაღაც ის გადანერგვაზე და დედლის მამლად გადაკეთებაზე და მამის დედლად გადაკეთებაზე მე იზოლებული გახდა CNN-მა ბოდიში მოიხადა. ერთი ნაწილი ქართველობის ამ უზარმაზარ უკვე მხილებას ხდება რითი თვალებზე გამალებით იფარებს ორივე ხელს და ისევ იმას მისტირის რომ აი ევროპაში გაჭრილიო ფარდაო თუ რაღაცა გზაო გვეკეტავს ეს რუსი ხელისუფლება და რა გვეშველებაო. ამაზე მეტი მამხილებელი რა გინდა? ამხელა ადმინისტრაცია შეიცვალა, ამხელა ფაქტები ფაქტობრივად გამოაქვთ. რატო ეგ ახსენით, რატო დაჭირდათ და რაშია საქმე, რატო გამოაქვთ და თუ დრო მოვა კიდევ ანუ ერთი ნაწილი გინდა თუ არა ჩაბღაუჭებულია იმ უკვე ამორფულს, დამღუპელს, ყველაფრის ამშლელს ვერ გაუგია რა დროშია გადასული სამყარო და უფრო კონკრეტულად რა ინფორმაციულ ეპოქაში ვარ. დედამიწა დაპატარავდა და რაღა დროს ევროპაში გვირაბის გაჭრაზეა ლაპარაკი. ეს არის პეტრეს პერიოდი და ძველი მე-18-მე-17 თუ მე-19 საუკუნის რაღაც ანარეკლით კიდე იკვებები რომ ევროპასთან თუ მაშინდელი ნოსტალგია. და ეს ევროპა სწორედ ყველაზე გაუბედურებულია მუსაშილეს იდეოლოგიით და ამ ევროპას იქ ევროპელს სწორედ ეს გზა კლავს და აკვლევინებს. არა, ერთი ნაწილი თვალებზე ხელს იფარებს რომ ეს ვერ დაინახოს ამხელა მამხილებელი ძალა წარმოიქმნა წამყვა ქვეყანაში ტრამპის ადმინისტრაციისაკენ. მაგრამ მეორე ნაწილი ხელისუფლებას აქვს დიდი იმედები, მაგრამ ასეთი იმედებით ყოფნა საბოლოო ჯამში ქვეყნისათვის გამანადგურებელია. ვერ იქნება სტრატეგიული მოკავშირე, ნეიტრალიტეტი, განსაკუთრებული სტატუსით. ეს უფლის
ნებელობაა გაცხადებული. თუ გადარჩენა გინდა, ესე უნდა მოიქცე. ხლა კარგად ვილოცებ და მეშველებაო, ვერ გიშველის, თუ ცდარ გზაზე დგახარ. აი სწორე გზა მატერიალურ სამყაროში რომ გადარჩე, ნეიტრალიტეტია განსაკუთრებული სტატუსით. და სხვათა შორის ყველა დიდი ქართველი მოაზროვნე წარსულ საუკუნეებშიც კი ასე წარმოედგინათ ქვეყნის არსებობა, როგორიცაა გაბრიელ ქიქოძე, ილია ჭავჭავაძე და სხვა ბევრი, სხვათა შორის. მაგრამ გაჩნდნენ უკვე ისეთებიც ერთდროულად კი ამხელს, მაგრამ მეორე მხრივ გამოჩენილია როგორი მხეცია რა, ჩაბუდებული ყველაფერი უნდა. თუ არ აძლევ დაგამხობს თავზე და ბოლოს უნდა ევაჭრებაო და ნახე როგორი ჰუმანისტია. არ შეიძლება ესეთი ქვემძრომობაც ხალხო. ამ ქვემძრომობით რა მივიღეთ? მთელი 30 წელი ჯერ მანამდე იყო და კრემლის ქვემძრომები ვიყავით. მერე იყო და ბრიუსელის და თეთრი სახლის ქვემძრომები ვიყავით. რა მიიღო ქვეყანა? ქვემძრომობაში მივიღეთ გარკვეული გასამრჯელო, მივიღეთ გარკვეული რესპექტაბელო, მაგრამ რა მიიღო ქვეყანა? ეს არის ჟამი, როცა ყველას დაღუპა მწიფდება. მომავალი ქვემძრომობისა არ არის. არ არის საჭირო ახლა ტრამპს შეუძრე და ილაპარაკო რომ ნახე რა კარგი პოლიტიკაა რომ ევაჭრება კაცო ხო არ არბებს. და ვაჭრობა როგორ არის თავისუფალი და თანაბარ უფლებიანი, როგორ არის, როცა ჯერ შენ მე დამემუქრები ამ უძლიერესი არმადას მოგაყენებო. და მე რო დავსწრებით, მე ჩვენი ვაჭრობა თუნდაც გრენლანდიის საკითხზე, თუნდაც პანამის საკითხზე და არა მარტო. როგორ არის? როგორ შეიძლება ამას ამართლებდე? როგორ შეიძლება ამართლებდე შენ უკრაინაში რაც ხდება? მილიარდი დოლარი, $500 ჩდება. ის ქაღალდი როა, ამ ქაღალდზე ბევრს ლაპარაკობენ, ნახონ მასალები ინტერნეტში. დოლარი ქაღალდია, ნიქსონიდან მოყოლებული. რამდენი ქაღალდი მიაწოდეს და რა სიტყვებს სანაცვლოდ? ვიღვარა სისხლი. მართლმადიდებელი სლავიანი სისხლი დაიღვარა. დაიღვარა. კარგი იერალი ღირებული იყო. რამდენი 40 მილიარდის რეალური ღირებულება. იმაზე იმუშავა შრომა დახარჯული. ნაბეჭდი ქაღალდი. ამას ვერ გადამიხდი, უკან ვერ დამიგუნე. ვიცის ძევით რაცა დანაწილებული, ვიცის ქვევიდან მიიღეთ. ქაღალდში, ნახევარი ტრილიონი. ამას უყურებ და შენ გეხარ და ამართლებ კიდე. მაგას თავი დავანებოთ კახა. ხო იქნა შეცდომად აღიარებული წინა ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები, რომ ეს იარაღი არ უნდა მიწოდებულიყო, რომ ეს ომი არ უნდა ყოფილიყო. მე რო ყოფილიყო ეს ომი არ დაიწყებოდა. მე რო ყოფილიყო ეს ომი არ დაიწყო. ჯერ ერთი რომ 30 წელზე მეტია უკრაინას რუსეთთან საუბრად ამზადებდნენ. ამ 30 წლის განმავლობაში ბევრი ადმინისტრაცია შეიცვალა, ბევრი პიროვნება შეიცვალა ქვეყნის პირველი პირის პოსტზე, მაგრამ ამ საერთო გეგმიდან ხელი არავის არ აუღია. თვითონ ტრამპის წინა პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა უკრაინის არმიის გენერალური გადაიარაღება სუპერთანამედროვე იარაღით. ხო. და დღეს გამოდის და ამბობს მე რო ყოფილიყავ ეს ომი არ იქნებოდა. ხო არის შეცდომად აღიარებული წინა ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები, რომ ეს მიეწოდა. მაშინ რატო ითხოვ შენ იმის მიცემული ფულს უკან? ვისგან ითხოვ? გაჩანალებული ქვეყნისგან? ამ დაჩოქებული. თან თვითონ ეძახი რომ მილიონობით ადამიანია და შვიდობის სანაცვლოდ. სად არის მორალი? სად არის ადამიანი? ესეთი შვიდობა რაშია წყობს უკრაინას. ამიტომ ხას უსვავ ერთ რამეს რომ მოდი ამ ქვემძრომობას დავანებოთ თავი. ბატონო. იმ კაპიკიანებზე ნუ ვიყიდებით. იმ ცენტრებზე ნუ ვიყიდებით. ან იმ იენებზე ნუ გავიყიდებით და ანუ ნუ ვიყიდებით. არ არის საჭირო. ბოროტი ცხოვრების წესი ცხოვრობს მთელი მსოფლიო. აცებლურია რასაც უყურებთ და ბოროტების ზოგ დასაგდები. ჩვენ სხვები არ შეგვიჭამნიათ, ყვილად გვატყუნებენ. არ შეგვიჭამნია. იმპერია არ ყოფილა საქართველო. ტაცებელი არ ყოფილა საქართველო. ქართველობის დანაშაული ბოლო დროს ის არის, რომ საქართველოს თავისთავად თვითონ დაანგრია. ესა. დაგვანგრეინეს და დავანგრიეთ. ჩვენი თავი გავძარცვეთ პოსტსაბჭოთა რაც დარჩა. მამაპაპის აშენებული ჩვენი ხელით გაგაძარცვინეს და ეს დაძარცვი მივარქვით ხონჩით თურქეთს, დასავლეთს, თურქული ეკონომიკა ამოუწიეთ ჩვენი განადგურებით ჩვენი ხელია. აი ესა ჩვენ ქართველს აქ დანაშაული საკუთარ თავთან ჩადენილი. ესეც საკმარისია. საკუთარ საკუთარ მაგრამ შანსი რომ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი.
ამიტომაც არის ისტორიული ფუნქცია მისია გვაქვს შესასრულებელი ეს ბოროტების ძალა მონანიება საჭირო და პოლიტიკურად ეს რას ნიშნავს როგორ არის მრავალი განმარტება მოცემული ამაზე ბატონ აკაკის ნუ ჩვენც ეს კარკასი გაგვაჩნია გადმოცემული არ და თუ საჭიროება მოითხოვს მე შემდეგ გავაღრმავებ და გავაგრძელებთ უკვე რაში უნდა გამოიხატებოდეს ან როგორ უნდა გამოიხატებოდეს ის საყოველთაო ეგრეთ წოდებული მონანიება სახელმწიფოებრივი მასშტაბით და არა ინდივიდუალური მასშტაბით. ინდივიდუალური თვალსაზრისით ამ მონანიების გზას ნებისმიერი მორწმუნე მეტნაკლებად ახერხებს. ზოგი ცხოვრების განრიდებით ბერად გადის. ნუ ზოგი ცხოვრებაშიც ინანიებს იცავს წესებს, მაგრამ სახელმწიფოებრივად ეს როგორ უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გადავიდეთ ახალ საფეხურზე. ეს ცოდნა არ იყო, საერთოდ ეს ცნობიერება არ იყო. შემოსულია და ეს აქვს გასაკეთებელი. და რა თქმა უნდა, ურთიერთმიტევების გზით, აი ამ სიყვარული წმენით, რასაც მთელი ამ 28 წლის მანძილზე პატრონები გვეუბნებოდა ჩვენ და აგერ აუცილებლად მინდა შევეხო იმასაც, რომ აი სვანეთში შვენიერი ტრადიცია არსებობდა და დღესაც არის ეს. რომ ბოლოს აფხაზეთის ომი რო იყო. აი ვინც სამყუროს 100 ცოცხლოთ იყვნენ გადაკიდებული. ვიცით კარგად, რომ იქ სისხლის აღება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი დაივიწყეს და მათ ძმურად ძმება შეეფიცენ ერთმანეთს, ნუ მახშვის ხელშეწყობით რა თქმა უნდა, მახში მონაწილეობდა იქ უხუცესი შიარიგა. და ადრეც აი როგორც იყო ადრინდელი ტრადიცია და მართლაც რო კაი წესი აქვთ მათ ეს და აი ეს მთელ საქართველოს და მთელ ქართველებს ეს გმართებს ახლა რომ ახლა არც ერთი არა ვარ ჩვენ სვანე მაგრამ რაც კარგია ყველა ნებისმიერი კუთხის ყველა კუთხის წარმომადგენლები ჩვენ ვავსებთ ამით ერთმანეთს ყველა ჩვენი პლუს მინუსით და მათ ყველაფერი ეს დაივიწყეს რომ იმას ის ქონდა მოკლული ჩვენ ამიერიდან ძმები ვართ ჩვენ აფხაზეთში ჩვენ ძმებს უჭირს დამთავრდა ჩვენ ამიერიდან ძმები ვართ და დავივიწყოთ ეს ყველაფერი და ეს თავიდანვე მოდიოდა ეს და პატრონიები გვეუბნებოდა ხოლმე რომ ეკლესიაში თუ კოშკში დაჭდებოდა მახშვის შუაში და დაპირისპირებული მხარეები ერთ-ერთი მარცხნიდან მარჯვნიდან შემოდიოდენო და ივიწყებდნენ ყველაფერსო და უკვე დებდნენ ფიცრო რომ ჩვენ ამიერიდან ვართ მოყარეები და ახლა ეს არის საჭირო რა მართლა მთელი საქართველოს მთელი სრულიად საქართველოს ყველა კუთხეს გვართებს ეს ნამდვილად რა და მართლა სამაგალითოა ეს ძველი ქართული გამოთქმა არსებობს ორი ძაღლი ჩხუბობდაო და მგელი გამოჩნდა ორივე იმას გაეკიდაო თუ კი ძაღლებში არსებობს ეგ შინაგანი გრძნობა არსებობს ეგ რა შეგნება და ვარქვათ რომ საერთო მტერი როცა ჩდება, მაშინ ურთიერთობა უკვე აღარ გამოადგება ჩვენ ადამიანები ვართ უზარმაზარი წარსულის და ცივილიზაციის შთამომავლები ვართ. ამის გააზრება წესით არ უნდა გვიჭირდეს. ერთმანეთის მიმართ ეგოიზმის შური დაპირისპირება რამენაირად უნდა მოახერხო და გვერდზე უნდა გადავდოთ და ამასთან ტრამპის და ბაიდენის და სინძინპინის და პუტინის იმედად ყოფნა ჩვენ არ გამოგვადგება. მე იმას არ ვამბობ ჩვენ ყველა ქვეყანას პარტიი უნდა ვცეთ მათ ლიდერებს შესაბამის პარტიი უნდა ვცეთ არც იმ სიგიჟის მომხრე არა ვარ რაც დღეს ჩვენს ქუჩებში ხდება რუსთავებზე ერთდროულად რომ ლანძღავენ სინძინპინს პუტინს და ტრამპს ეს აბსოლუტური სიგიჟია და გადარეულობა მე მაგის მომხრე არა ვარ მე უბრალოდ იმას ვამბობ რომ ჩვენ კი ბატონო ყველას პარტიი უნდა ვცეთ მაგრამ პირველ რიგში უნდა ვიყოთ საკუთარი თავის მოიმედეთ და პუტინი და ტრამპი კი არაგაც თავად უფალია ჩვენთან, უფლის სიტყვარი ჩვენთან და ჩვენ ეს ვერ შევიდგეთ, ვერ აღვიქვით, ვერ ვსარგებლობთ ამით, რომ ჩვენ ამით მივიღოთ სამარაჯამო ხელშეუხებლობა, მივიღოთ სამარაჯამო სახელმწიფოების გარანტირებული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა. ჩვენ აი ამ გზით უნდა ვიაროთ, რაც უფლის გზაზე გადის, ჩვენი გზა არის სისტემის შეცვლა, ფორმაციის შეცვლა და ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსი. დანარჩენი ყველაფერი არის მხოლოდ სატყუარა. ეს ანკესზე წამოგებული ჭიაყელა, რომელიც ლამაზად გამოიყურება, მაგრამ მიეტანები თუ არა უნდა ჩათვალო, რომ ანკესზე ხარ წამოგებული. დრო
მე მგონი დავეშვიდობოთ ჩვენს მერეს ჩვენს მაყურებელს მადლობა გადაუხადოთ მომავალ შეხვედრამდე მალოთ ახლა მომავალ შეხვედრამდე